მსოფლიოში 300 მილიონამდე ადამიანი B ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით ცხოვრობს, თუმცა მათგან სრულ განკურნებას პაციენტების 1%-იც კი ვერ აღწევს. შევახსენებთ, რომ B ჰეპატიტი ციროსთან და ღვიძლის სიმსივნესთანაა დაკავშირებული. აქამდე არსებული მედიკამენტები ეფექტურად აფერხებდნენ ვირუსის გამრავლებას, თუმცა ისინი ვერ ახერხებდნენ ორგანიზმიდან მის სრულ გაქრობას. ამ ფონზე კომპანია GSK-ის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტი სახელწოდებით ბეპიროვირსენი გვთავაზობს ფუნქციურ განკურნებას. 1800-ზე მეტი პაციენტის მონაცემი ადასტურებს, რომ 24-დან 48 კვირამდე ხანგრძლივობის კურსის გავლის შემდეგ ვირუსი ფაქტიურად აღარ ფიქსირდება, ხოლო ინფექციასთან ბრძოლის შემდგომ უკვე ორგანიზმის იმუნური სისტემა აგრძელებს. კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები ფიქრობენ, რომ B ჰეპატიტისგან სრული განკურნება შესაძლებელია. როგორც ყოველთვის უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიათ მეცკრიპტუმის ვებგვერდს. სტენფორდის მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი სახელწოდებით SleepFM, რომელსაც მხოლოდ ერთი ღამის ძილის მონაცემების გაანალიზების საფუძველზე შეუძლია წინასწარ გამოთვალოს 100-მდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობის განვითარების მისცე წლების შემდეგაც. კვლევის ავტორების თქმით, ძილის დროს ორგანიზმი ბევრ სიგნალს გამოსცემს, რაც შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებდეს. ტესტი ეყრდნობა ძილის კომპლექსურ კვლევას, რომელიც დღემდე ძირითადად ძილის დარღვევების დასადგენად გამოიყენება, თუმცა SleepFM უფრო ამბიციურ მიზნებს ისახავს. კვლევის მიხედვით SleepFM-მა პარკინსონის დაავადება 89%-იანი, დემენცია 85%-იანი, გულის იშემიური ეპიზოდები და ჰიპერტენზიის რისკი ძალიან მაღალი სისუსტით იწინასწარმეტყველა. უფრო მეტს ახალ მიგნებასთან დაკავშირებით გაიცნობით ჩვენს ვებგვერდზე.